მოგესალმებათ ბუნკერი მეგობრებო, დავასრულეთ кейფი, შეამჩნევდით ალბათ და მუშაობაც დავიწყეთ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრეატიული სააგენტო Lost and Found-ის ოფისში და რომლის დირექტორიც არის თავად ნიკოლოზი. ამის თემას არ ვაპირებდი. მე ვაპირებდი. და როგორც დავაანონსეთ, ბევრი სიახლე, ბრენდინგი და ასე შემდეგ. აი ვასრულებთ რა. დავიწყეთ და პროცესში ვართ და ბრენდინგი რა არის? დღეს ჩვენი ჯერ სტუმარს ვიტყვი და მე ბრენდინგზე ვიბაზროთ. მე დავიწყე. აი ჯაბა იბაზროთ. ხა სტუმარი ყავს საოცარი, სანამ შენ მე უნდა წარვადგინო სტუმარი, იმიტომ რომ ეს ბავშვი არის ჩემ ბავშვი. ეს გოგო არის ჩემ ხელში გაზრდილი. და სუპერსტარია ეხლა არის პოპულარობის პიკში და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ სწორედ ესეთი სტუმარი ყოლოდა დღეს როგორც ნია თან სერიალი გამოვიდა მესამე სეზონი ცვალებადი ნიშნების რომლის სხვათა შორის მეც მონაწილეობ აღმოჩნდა რომ მეც მონაწილეობ შემთხვევით აღმოჩნდა ხო და ნია გუგავა არის ჩვენი სტუმარი მსახიობი ახალგაზრდა ნიჭიერი მე ამბოხე მაგარი გოგოა ჩვენი სტუმარი ნია გამარჯობა ნია გამარჯობა ეხლა აი უცბად რუსკარობას რო და გივარდებოდა თავი ხო არა? აი მე ვაუვარდება. კი, მე უფრო მივარდებოდა და გავწეცილდი. მე უფრო მაღლა თუ დაბლა? დაბალწნევიანი ვარ მე. რა გინდოდა? აი რა მოგცა იმიტაცია მინდოდა რა ქვია? შემაქანა. პირველ რიგში გვაინტერესებს როგორ ხარ? რა შვები და მე დავიწყოთ უკვე ჩვენი მაიმუნები. მე ბუნკერს გაგაცნობთ. რა არის და რას წარმოადგენ? ნორმალურად ვარ. ხო, ნორმალურად ხარ. სტაბილურად. მადლობა დაპატიჟებისთვის. იქით მადლობა რომ მოხვედი. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს კლასიკა. ჩვენ 14 არ არის 14, იცი რა? მე რაც მოვედი 17 გახდა, ბაცა დიდი ხარისხიანი მაყურებელი. აი მე და ჩემის დაემატება ახლა დღეიდან. ჩემ მეგობარი ერთო მოვიკითხოთ. ეთო გამარჯობა. ან წარმოგიდგენთ, ესე იგი, ჩემი მეგობარი ბუკას ბებიასაც ეთო ვერ ხო? ძალიან მე სასიამოვნო. ესე მეძახი. მართლა? აი ეს ვარ ვასით სტუმარს საუბარ. არა, შენ ამბობდი ჩემი მეგობრის შვილია სტუმარი რა. ჩავამატე, რეპლიკა ჩავასკროლე. კარგია მიედები. არ მადლობა დაპატიჟებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ძალიან. შეიცდა თქვენ პროექტში. კი, ძალიან კაი პროექტი. ყავია შემიხმიანეთ. კავია და რამდენი ხანი ეს ეძახი ყავია? კავია? ეძახი ყავიას მეთქი ფილმებზე მოგეხმარებით გაპიარებაში, მაგრამ აზრი არა. მეც მიფიქრე სხვა შორის შენ TikTok-ებს უყურებ. ხო? აჰა. კი. ხედავ, ანუ სუპერსტარი ხარ თქო გეუბნები და ხო და ყავიასთან მაგრამ გამისწორდებოდა კოლაბორაცია თან ფილმებზე კარგ რივიუებს გავაკეთებდი. ფაქტობრივი კოლაბორაცია. 20 კაცი რო დადის თქვენ დარბაზებში არ გინდა 200.000 მოგ რამდენი დარბაზია? სამბე. ბევრი დარბაზი და ორს მაინც გავავსებ რა. მართლა. მე კავიას ადგილას გავავსებ. დაგიჯერებდი და შეგეხმიანებოდი. თეატრის თავსაც ვეჩალიჩებოდი, მაგრამ არაბებმა აღარ არის. არაბები ხალხო მე მგონი უკვე ქალაქს გვართმევენ, ქვეყანას გვართმევენ, რას ვერ ჩქარობ. ნუ გვართმევენ, წანის მაგალითად გვართმევენ, ხო. ხო და სანამ ეს ძიმე თემებზე გადავართ მეგობრებო და სანამ ეხა კაი ზაგარს მივიღებ და შევიპარებ. მე და შენ ისედაც გავარ. ხო და შევიპაროთ ხომ იმის რა. ჩვენ არ გვიქნება პრობლემა, ამან იკითხოს აი ამ ამ თეთრმა ხალხმა რა ქნა რა. კარგი, სოთოშორის სავსე დარბაზთან გამახსენ და პრემიერა იყო მესამე სეზონის. ანუ ძალიან გვაინტერესებს, მოგვიყევი. კი ბატონო, მეც მაინტერესებს. რა ხდება მესამე სეზონში? ცვალებადი ნიშნების. სავსე დარბაზი ნამდვილად იყო. გადაჯეჯგოვილი. კი. წელიწადს ნახევარი გველოდებოდა მაყურებელი სანამ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ საპატიო მიზეზების გამო გადაღებები შეჩერდა. ანუ ვიცით ეს მიზეზები რაც. კი. მიზეზები იყო კი, მაგრამ. ნეტა რა მიზეზები? ნეტა რა მიზეზები? მიზეზები? კი. საბოლოოდ ძლივს დავასრულეთ. რუსკაც შემოგვემატა გაგრძელების შემდეგ. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის რუსკასთან ეს თავისით შემოგემატათ თუ თქვენ შემოიმატათ? შემოიტანა. ჩვენთან თავისით შემოემატათ თქვენთან. ჩვენ შემოვიმატეთ. ხო, პრემიერა შედგა წინ აი წელიწადნახევრის წინ რაც გადავიღეთ, მაგას ვუყურე მეც პირველად და არაფერი არ მახსოვდა და სხვათა შორის პირველად დავჭი ნასიამოვნები, ხა ძალიან რთულია, როცა უყურებ სერიალს ან ფილმს, შენი შესრულებით, რომ რამე სიამოვნება მიიღო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ყოველთვის დაძაბული ხარ და არ მოგწონს და ეს პრემიერა მესიამოვნა და მართლა ძალიან ფერადი და
მე მგონი საქართველოში არ მახსოვს საზღვრებს გარეთ სერიალი. საზღვრებს გარეთ გავიგე. გერმანიაშიც გადავიღეთ ჩვენ მესამე სერია. თვითონ სერია, მე მგონი კიდევ არა, ეხლა მაგდენი ჯერა იმედია ეგეც იქნება. სამეგობრო წახვედით კი, 4-ეული წავედით მესამე სერიაში გერმანია იქნება. ქალაქი? კალსრუე. გასტო რა? რამ. კარლსრუეში გადაღებებმა. ძალიან რთული გადაღებები იყო. მართლა აი რა. რატო? იმიტომ რომ ჩავედით 25 ნოემბერს და ჩამოვედით 1 დეკემბერს. ხო, გასაგებია. მალე ციო და ალბათ. არა, ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა თბილისში მაგ პერიოდში. ნოემბერი დეკემბერი. არა, შარშან ნოემბერი. შარშან ნოემბერი დეკემბერი თუ მე არასოდეს არ დავამოწმე. მეც არასოდეს არ მოვიწდება. რანერი საზღვრო ბულინგს გაუძლო ჩემმა თავმა მაგ პერიოდში. მე ნიღბით ვიყავი ხოლმე, ტიტუშკების ხარეს ვიყავი. შენ ტიტუშკას ვიცე? მაგრამ მე გადმოვედი. აქეთკენ მეტი გადაუხადით. ჩემი პირველი ესე თქვა, აი თქვა სერიალში პირველი გამოჩენა, აი ხო რაღაცა მაინც არის სწავლება ხო თეატრალურში ეს მაინც რა არ გასწავლიან კამერასთან მუშაობას. მე მაგალითად დრამის და კინო მაქვს დამთავრებული და არა კამერა არ მინახავს თეატრალურში, მართლა. შენთან ნახე თუ არა უნივერსიტეტში კამერა? თუ პირდაპირ მოგიწია ესე ბრახ და ის თავს სტუდენტები რომ ეს სწავლობ. პირველ კურსზე ვიყავი. არა, ეხლა აღარ ვსწავლობ. კამერა არ მინახავს, ბოლო კურსზე არის წესით. კინოსთან შეხება ბოლო კურსამდე ვერ მივაღწია მე ჯერ, მაგრამ პირველ კურსზე ვიყავი, პირველი სეზონი რო გადავიღეთ, 0 გამოცდილება მქონდა კამერასთან, მაგრამ ანუ სანამ სერიალში ვიქნებოდი, ფილმში მქონდა, ხო და ეგ იყო საერთოდ პირველი მე წლის ვიყავი და ნორმალურად რეკლამაშიც არ ყოფილა გადაღებული და ეგრევე ფილმის სრულმეტრაჟიანი და ეგ იყო პირველი დარტყმა უფრო და ამ ფილმის გამო კამერა ნანახი მქონდა შედარებით, მაგრამ ნუ სტაჟით. ხო, მაგრამ სხვა არის. სწავლით არა. კასტინგი გაიარე შენ თუ როგორ მოხდა? სერიალში რა თქმა უნდა კასტინგი გავიარე. ხო. ან ყველა ეგრე ანუ ბოშ გაიზარდა და სახით რომ ზუსტად ეხა TV იმედი იღებს სერიალს რა? რა სერიალს? აი. ხო. კი. მართლა იღებს რამე? ცხელი ძაღლი 7. დაბალი ბელა. არა, ცვალებადის ქესელი. ანუ ტიპები მიდიან ევროპაში. და ეძრებათ და ჩამოდიან შესვლის ქესს. და მაგაზია სერიალი. მინდა. არა ჩვენ. აუ, კიდე იმედზე გამახსენდა, ის დაიწყო კიდე რა, ის მეგა შოუ რო აქვს. ვინ არის? რუსკა არ შემოხდა ეს? მე მიმყავდა ეგ შოუ. არა, ეხა მონაწილეს კონკურსში არა, მაგრამ გამიტყდა. რატომ მიყავდა რუსთან ეგ შოუ? ვინ მიყავდა? შევ გასაგებია. ალაჟენია მიყავდა. ხო და ისე თუ დაგიძახის, მიდი რა და მე მივა ორად. ხევი მას? ვის კოსტიუმს ჩაიცნა? რავი სიმინდის ან ბაჭია ჩა. იქ უცბად მოვიხდი და უცბად ვინ არის ხო ქვია? ხარა დაერქმევა იცი? ვინ შემიყლე არის? შენ სადაც თამაშობ იმას თუ უყურებ იმ სერიალს? ცალაბაც? ხო, ან ჩვენ გვიჭირს, ჩვენ თავს უყურებთ რა. მეც ძალიან მიჭირს, ვახსენე კიდევაც, სასტიკად მიჭირს, მაგრამ ნუ ანუ ყავს მეგობრები, რომლებიც საერთოდ ვერ უყურებენ, მაგრამ მე რო არ ვუყურო, წარმოდგენა მექნება უფრო ანუ საშინელი რა, ანუ მოლოდინი და არ ამართლებს, ანუ ამართლებს ხოლმე მოლოდინს. მაგრამ გამოსწორება შეგიძლია რა. ხო, რო უყურებ მე თან სერიალს უფრო. საჭიროა ხო? ვუყურებ კი. რო არ ვნახო უფრო მეშინია რომ კატასტროფა იქნება, ვუყურებ და არ მომწონს ჩემი თავი, მაგრამ მიჩვენია დავწმუნდე, ვიდრე წარმოსახვით ვიცოდე რომ გამოსულია. უნდა დააძველო ხოლმე რა, მართლა. აი სიტყვაზე 3-4 თვე დაელოდა და მე უყურე ხო. მე აღარ გიზი. იცი რა, აი წინა სეზონებს რო ვიღებდით, პარალელურად ვიღებდით და თან გამოდიოდა. ხო და ხო და ვერ ვასწრებდი და ხო უფრო შეცდომებს რო ნახულობ, ანუ ანუ კომპლექსები, მაგრამ მიჩვენია რომ შეცდომას რო დავინახავ, მივხვდე რომ ეს აღარ უნდა ქნა და მორჩა რა. დღეს ნორიელი და კომპლექსდა. ნორიელი. აი კიდე. აი ეს. რატო? მას არ იღებს. ჩვენ ხო ერთმანეთს არ ვაწყობთ. და კიდე და არ გაწყვეტინია. ბოლო სეზონია თუ კიდე გამოვა. ეს არის 4-ეულის ბოლო თავგადასავალი. ასე ნახე როგორი ინტრიგა ჩადო? ნახე ანავინ არის ის გაგო. ეს დამავალეს და მაგითო. ბოლო თავგადასავალი, მაგრამ შესრულებულია. გაიჩიტოს ახალი 4-ეული. ვაუ. ზუსტად არავინ არ ვიცით არაფერი. თუმცა ძალიან დიდი რუსკას ხაზი რო გავაგზავნე. რუსკას ხაზი ვერ გაგზელდება ვერანაირად. Better call Ruska. Better call Ruska. ხო.
ხო, ნახოთ რა იქნება. როგორც იქნება ფაქტია, რომ სერიალი დაწყებულია კავიაზე და უკვე კარგად მიექანა. ეხლა რა ხან ესე მომიყევით, ჩავუჯდები დღეს. აუცილებლად უნდა ჩავუჯდე პირველივე სეზონს. მეორე მაქვს საყურები. პირველი ნანახი. მაქვს ისე რა. ხო, და მე ვაგროვებ ახლა, ხო? მაგრამ თან მომეწონა. მე მარტო מחარას მომენტებში ვყურებ. ვყურებ. ბებერი ვარ ახლა მაგ სერიალისთვის. მე-13 დაიწყე. მე-13. არ ხარ ბებერი, საქმეც მაგაშია. საერთოდ არ ხარ ბებერი მაგ სერიალში. რაზე იბოღმები? ახალგაზრდებს ვყურებ. მე ჩემი სტუდენტობა იყო სხვანაირი, რამაც სხვანაირი სტუდენტო კარგი აქვს რაღაც. რა გვაქვს? კდები ხო? ანუ სერიალში. სერიალში ხო? სინამდვილეში არ ვიცი რა. რაც გვინდა რომ იყოს, იმას ვიღებთ. ჩემი სტუდენტობა იყო დანა გააკ, ვისი ტელეფონი გავწიოთ ახლა, ეს იყო ჩვენი სტუდენტობა. ანუ არ არსებობს ჩაწერის დღე, როდესაც არ გაიხსენებს კრიმინალურ წარსულს. როგორ წევდა მობილურებს. ალჟირელი ირაკი. რაღაცებიდან ამოუჭრეს ამოუჭრეს? ამოუჭრეს არა არა და რაღაცა. მოახოლა იმ თავის ისტორიას ესე საყოველთაო საეთერო კი ბატონო. მონანიება გოგოსთან მქონდა მონანიება, კი. შენი და იტანუსაც გაუწიეს. შენი შეყვარებული თემაც მომოიწრა. ჩემი ის არაჩვეულებრივი ის რა უფლებით ამოჭრეს შეყარებული ჩვენი? დილის 6 საათიდან რომ ემზადებოდი. რატო ამოჭრეს? აი მაგაზე ცალკე ვილაპარაკე. კიდე თავიდან მოკერე. როგორ მოუყვე თავიდან. მოკერე. ეს არ მოიჭრება. ეს არ მოიჭრება. კი ბატონო. წინა გადაცემაში გამოჭრები. ის უყვება. და ანუ თავარ მოდელო სადღაც იყურება. არცად. რა სივრცეში იყურება ხოლმე. დრო ატარები. კამერაში არ იყურება. კამერაში არ იყურება. აი სანდროში. ეს არის სანდრო. შენ იყო. სადღაც 7 ვაწის რა. და ან 8 მარტი მოდის, ან ვალენტინობა, ან ვალენტინობა რაღაცას გავს. ვალენტინობა. და თესლა თქვა. შეყვარებული ვარ ერთ სკოლელ გოგოზე და მაშინ გოგო იყო. მაშინ გოგოი. მაშინ მე შოტიკო გახდა. ახლა შოტიკოს ეძახინე. ჩაპატარა. და ჩვენ ბავშვობაში იყო ესეთი საგაჭი რეზინები, რომელსაც ზემოდან მისკოჩილი ჰქონდა ბეჭედი. ნუ რამოდენიმე ეგეთი ვიყიდე. ზომა. საპილოტეთ რო გამომიგებინა ზოგიერთი დამაიჭა კიდევ. და ნუ დილიდან გამისე ზამთარია 8 საათზე სიბნელია ჯერ. გამოვიდა პიჯაკი ჩავიცი, ჩექმები, საწოლეები მიკეთია, არავის არ გვიძავს სახლში და გავარ სარკესთან. ნუ იმზადები ამ პერფორმანსისთვის, რომ როგორ ვამუშავებ ჩემს, როგორ უნდა მივცე ეს საერთია. ბეჭედი და როგორ უნდა აუხსნა სიყვარული და ნუ იღვიძებს დეჩემი, ჯერ არ შუქი-ჩუქის არანტია სახლში გამოვიდე და რაღაცა სიბნელეში გავარ ესე ჯიბეებში ხელი ჩაწოლილი პიჯაკი. სათვალ შავი სათვალეები მიკეთია სახლში. თუ კარგად ზის. ვიზის. ზის. მზ. თათიას უკვე. ამუკა რა ხდება რა შეესაბამება ხომშიდო შეეშინდა და ეს დილისთვის ნახევარზე არ ელოდებოდა საფათვალეები დღეს ძიმე დღე მაქვს ანუ არაფერი რო სადაც გამოვიჭირე კლასში ეს გოგო და ძალიან ისე უხეშად მოუწიე ესე ჩემს უხეშად მოწიე ბავშვი 8 წლის ბავშვი უხეშად მოწიე? უხეშად მოწიე 8 წლის ბავშვი? მოწიე შეიძლება 8 ნახევრის მაგრამ ნუ კურსში პატარების კორპუსში ვიყავით მაშინ ის მოუწიე და ბეჭედი მივეცე და მე შენ მიყარ ხარ მითქი უთხარი და და პირში ჩატენე ეს კი ჩატენე მე მიეცდა ის გაუკეთებია ნამაღები. ეს იყო სიყვარული მეგობრებო. და გულგლები მქონდა. ო, მე ფეხს უდამბუს მე ვიზინა. ხრები რო წამოს არ იქნებოდა. და მე მინდა რაღაც საინტერესო სიახლე აი ალაგა. ძალიან დიდი ხანია მიყურებს აი ამ სახით და აი ამ სახით გიყურებს? აი ამდენი ხანია მართლა. სირი. მინდა გაგახაროთ, კი არა და დაგამწუხროთ, ბოდიში, მინდა რომ დაგამწუხროთ მეგობრებო, საქართველოში კიდევ გრძელდება ეს მძიმე პერიოდი. ჟავანაძემ დაპი არ ვიცი რა ქვია ამ ჩემს. ობიახლები რო ქვია, ჟავანაძემ ხარი ნიას. ხო, ობიახლები ქვია ამას, ობიანი სიახლეებია. მადლობა. ჟავანაძემ დაპირებისამებრ საქართველო დატოვა და დღეს კვირაში 3 ჯერ მოსკოვიდან შეაჯამებს საქართველოში ამოხთარ მოვლენებს და მოსკოვიდან მოგვესალმება ჯიგარი. კარგი კაცია სხვა. მაგარი ჯიგარია. იცი რატო? მაგრამ მე ერთი დადებითი თვისება ვიცი მაგაც. ანუ არ მალავს რა რაც არის. რაც არის, ეგ ბაზარია რა. კუსნაი ტოჩკა. რომ ხო, კუსნაი ტოჩკა კარგი. მასე შალვარამის ზარმალავს მე უნდა ხო ვიზახი ჩვენ ერთროს კუსნაი დოჭკა ხო იცი? კუსნაი დოჭკა ხო? არ მაგარი. რომ ურჩევით წავიდეთ. და შენ იცი პორნჰაბს როგორ დაარქვეს რუსეთში? არა. დროჭკაი დოჭკა. ეს რუსული უნდა იცოდე რომ იხდე ხო მაგრამ ხომ. ხო და აი კაი განცხადება გააკეთა სანამ ამ ძიმენაბიჯს გადადგამდა და ბევრ ფიფრს ხედავ. ამ დღეებში ვტოვებამ ქვეყანას და მივდივარ საქართველოდან. არ მინდა თქვენ გქონდეთ ეს ბურთი და იყოს ეს ქვეყანა ბოდიში და პიდარასტების. პიდარასტები ყავდეთ აქა.
თქვა მჟავო და შევედით უკვე ევროპაში არ ვიცოდი. ვერა, მაგრამ ესე რაღაცნაირად ალაგ-ალაგ რომ მოგზაურობთ ხოლმე სანამ რაღაც ნაწილი პილარასდება მოსახლეობა. აუ, ხედავთ რა დღეში ვარ. ჟავანაძე ნეტა რუსეთიდან მიცემს ხმას, ეხლა რო ახალი განპროექტი ჩამოწავა რა პრობლემაა. არა, ეგ ჩვეულებრივად ჩამოწავა რა ეგ ემიგრაციაში მისთვის რა პრობლემაა ჩამოსვლა და წასვლა? შენ ისინი მოვიკითხოთ ის ადამიანები, ვინც წასულები არიან. ოჯახების სარჩელი. დავხვდეთ რა ერთხელ აეროპორტში. ბიულეტენებით დავხვდეთ. დისტრაქტით დავხვდეთ ჟავანაძეს. თავისივე. თავისივე. თავისივე მოიასმია შეჭა. რა პრობლემაა? დროჭკა იტოჭკა. მე რეალურად მართლა მიხარია რომ წავიდე ეს და იქიდან ყველა თავის ადგილზე. ხო რა. აი, იქიდან უფრო გააძლიერებს ეხლა პროპაგანდა. აშ იქ რო გაიჩითოს იქაურ პარლამენტს რა დუმა ხო? დუმაში რო ბარძადი. დუმაში რო შევიდეს რუსული მე მე მგონი მაგას ჩალენჯს ვაფშე რა. არის ის. ჩემიაზე რაღაცა ძალიან კურსები ცუდი არის. რუსული ეცოდინე. ონლაინ კურსები აქვს დათრეული და სწავლობს. ჯავანაძე? ხო, ჯავოს. ჟაუკას. ჯავო, შინაური არის. ჟაო, არა ჟაო. შემდეგი ობიექტით მაგრამ და ვერ მოესწრო. ჩვენ ობიექტებში ლოგიკური გადასვლები გვაქვს ხოლმე, არ გაგიკვირდეს ესეთ დაალაგებულები რატო ვართ? შეიძლება რაღაც მომენტებში გაგაჟრიალოს. არ გავუკვირდება არაფერი. ხო, ეგეც არის რა. შემდეგი ობიექტი სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარეს. ალბათ გაგიჩნდა კითხვა სად არის ლოგიკური. აქედან მივდივართ საქართველოს ნაკრებზე და სანიოლზე და რაღაცეებზე რა. ეს არ ვიცი ვინ არის. ზიდანი არ იცი ვინ არის? მართლა? ზინედინ მე მარტო საქართველოს ნაკრებს ვუყურებ. აჰა. ეს თამაშობდა საქართველოში. რა? საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. პადელს თამაშობდა. ზიდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ჩემი ყველა აზრით. დროის. და მათ შორის მწვრთნელი. ფეხბურთელია? ეხლა უკვე მწვრთნელი. და ძალიან მაგარი. საუკეთესო ერთ-ერთი რა. მეც მგონია რომ გვეღადავანი. ხო და ნუ საფრანგეთის ძალიან კარგი ამბავია ზიდანი რო ჩაიბარებს მათ ნაკრებს. მაგრამ ჩვენ რომ ფრანგი მწვრთნელი ყავს, ბიჭო ყველაფერს რაღაცა მგონი მაგ ტიპს ვახოცავთ ხელს და მე არ მგონია რომ თვალ მაგაში იყოს პრობლემა რა. მაგრამ ხო, ესეც უნდა აღვნიშნოთ, კიდე წავაგეთ ვისთან ბულგარეთთან მეოთხე თამაში კიდე მრავალჯერ და წავაგეთ თუ როგორც იქნა დასრულდა როგორც იქნა დასრულდა ეს შესარჩევი და ეხლა ნერვების დაწყნარების ფაზაში შეგვიძლია გადავიდეთ მე გქონდა. საშორის რაღაცა მაინტერესებს ზიდანი სოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რატომ იყავთ? რატომ არ ბიჭო კიდე დეშამია ჯერა და აცადეს. აცადეს? აცადეს. და ნიეს რაღაც თქმა უნდა და ზიდანი არ ვიცი მართლა არ მეხუმრია, მაგრამ 8 წლის ასაკში ისე მიყვარდა ფეხბურთი, ნუ ზიდანი მაინც არ ვიცოდი, მაგრამ ისე მიყვარდა ფეხბურთი, რომ დედა ჩემს უთხარი ახლა სალონში წამეყვანა და ნეიმარივით შემჭერით მათქო. აი ესე რომ მე შეგჭრა ნეიმარი. იმდენი ვუკიკინე რომ მართლა წამეყვანა და მართლა ნეიმარივით მქონდა შეგიძლია ფოტო გამოგვიგზავნო და ფეხბურთის ფორმა მქონდა. აღა და ბოლომდე ახლა ანუ მე მეგონა რომ თმის სტილის მაიცოდა რომ ბოლომდე უნდა აიხო ტრაკ დაეტოვინა, მაგრამ ითომ ჩუმად უთხრა რომ დაუწყოთ, აი ოდნავა აი ეგრე მეცვა ფეხბურთის იროკეზე ქონდა ხო მაგ დროს? ხო ეგრე მინდოდა, მაგრამ ფოტო უნდა გააძრო. თავად გამოვაგზავნი ფეხბურთის ფორმა მეცვა, თამაში არ ვიცოდი, მაგრამ ნუ ვაბოდებდი. ანუ შენი საყვარელი ფეხბურთელი იყო ნეიმარი, ხო? ხო. აი რონალდინიო. კრაში უფრო იყო, ხო, მესი იყო ჩემი. აი სხვა შორის რონალდინიო? ხო. ხო. რონალდინიო ისე ლამაზად თამაშობდა ფეხბურთს, რომ აი რა. არც ლამაზი თამაში ვიცოდი და არც ჩემით თამაში უბრალოდ აი ნეიმარზე დაიკრაშა. ტიპია. მესი მიყვარდა ყველაზე მეცი, მეტად. ხო, ჩამომართო ხელი. მესი მეც ყველაზე მეტად. დღემდე ყველაზე მეტად. საყვარელი ფეხბურთელია მესი. ჩემი ქვილითაია. ბატისტუ. ჩემი საყვარელი გრიგალ ეგეც წესლიკაცია მაგ. მე ქვილითაი. აი რო შემოდის იმედი-მეძლევა რა. ახმელიაზე რო გეგონებოდა. აბრძალა ფეხბურთულ ობიექტებს. არა, ერთი გაიწელა. უნდა გვეთქვა რაღაცა რა. ხო, თუ გინდა საქართველოს ნაკრებზე რა. ბიჭო, ხო, ანუ მე მართლა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ბევრად უკეთესად გაგრძელდება, უბრალოდ ბევრი პრობლემაა მისახედი მაგ ნაწილში რა. ჯაი რავია, აი დარწმუნებული ვარ. მგონია რომ ბევრად არა, გულია არა. ბევრად კარგი თაობა მოდის მგონია რა. მოტივაციას როცა გაძლევს შენი ქვეყნის ფეხბურთელი, მე ხო და აი ეგ მაძლევს იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან ასწორებს რომ ბავშვები ქართველი ფეხბურთელების მაისურები. მაგრამ ბავშვობაში არა. ქართველი მე რო მქონდა გასავს ელბერის მაისური შეჭა ბაიერნი. მე მქონდა იმის შოთის ფორმა მქონდა. პურის. დედა პურების. არა, წვრილი პური. აიაქსის ფორმა მქონდა. შოთი პური. ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი არის შოთი არველაძე. მოგიჩათი არ ველაძე. მოგიკითხავ ძალიან დიდი სიყვარული. ჩემ მეგობარია თქვათ შორის. ხო და ვინ? უწველი მოგიყვანე. ხადაობდო. რომ კარიდან კარში ვეთამაშები მაზია. ფარგარეთ ყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლება. აი,
საქართველოს. პიზდეცი მოკლედ. ძალიანაც კარგი. სულად ვთქვათ, მათენაზე რომ ვთქვათ. ბიჭო, ამოთ აქ ერთი რაღაც თქვა მინდა. მამეთ რა აზრი ქონდა რომ იღებდი აქამდე მონაწილეობას? არა, გეგონება, არჩევნები გვაქვს. ხო, აზრი. ანუ რაღაც პატარა აზრი ქონდა თვითონ. აი, მოიცა? აი, ამ ხელას. აზრი გეტყვი რატო ქონდა რა? თვითონ ეხა ისინი ყველაზე კარგად იკვლევენ ვინ ვის სიამოვნებელია რა. ხო. ვინ არის ყველაზე კარგად თვითონ იციან. მოიკვლიეს, ანუ ვინც წასულ მილიონზე მეტი ტიპია წასული რა. და რა თუნდათ ეხა იმ ტიპებმა, რომ დაჟე დაბრუნდნენ თუ ვერ დაბრუნდნენ იქ რაღაც პატარა ისიც რომ დაუდო ბიულეტინი, აგდებენ რა და უშლით ხელს. უფრო ადვილად გააყალბებენ, როცა ისინი ამიცემენ ხალხს. დებოდა დაგძალო. ანუ აგძალო ამათ მაგრაევას უმენა ხუთება ის. ჩვენ პოლიტიკური ის არ გვაქვს ზოგადად ეპიზოდები. ობიექტი. არა, საჭირო. იეწყო უბრალოდ. რთული არის დღეს რამის ჩაწერა და არ საუბარე. ხა მართლა რა. ამაზე თუ არ ვილაპარაკეთ, მართლა იმაზე ვერ დავიწყო. ხოლმე დღეს გახდათ 50 წლის. აი ჩაბლევა ნახეთ რამდენი ხანი დაჭირდება ყველა ემიგრაცია ჩამოვიდეს. დაიდო. ეგ სტატისტიკა რომ დაიდო ამ. 3 აეროპორტი უნდა ავაშენო. ხო და ხო და უფრო მეტი აეროპორტი და ერთი თვერიქში უნდა იდგნენ. გეუბნები, ჩერეს თურქეთი და მე ავტობუსებით. კი მოკლედ რა. 100,000 გამომწერზე ჩვენ პოლიტიკაში ვაპირებთ მოთხრებას. გიჟდები მაგამ ბოლოს. მოგწევენ პარტიის სახელს მე რა? რატო ბუნკერი? არა მგონი ახ მე ნენელა უძურები იმ ფოცებს მაგიტომ რომ მე იქიდან ეგ აი ეს რამდენად გაიყიდები? აი მართლა ძალიან გულწრფელად მაინტერესებს, აი ახლა კიდევს ნაფიქრია, მაგაზე ხო აი კარგად დაფიქრდი, სერიოზულად გეკითხება, აი რეალური შანსები რომ 45 მილიონ დოლარად აი საიყიდები? აი შეჩემა 15-ზეც გამყიდველი. 3-ზე გაყავით 15-ზეც ხარ იგივეს გამკეთებელი. რატო წვალობ? ანუ ეს ბევრი უნდა თქვა. რო გიგვაჭრო და რაღაცაზე გაჩერდა. მოკლედ. V for Vendetta ბრუნდება. აჰა. შენ უფრო რცლად მოგვახსენებ წესით. რეკომენდაციებით და მოგვითხრე რა. გვიანბე. ეს ფილმი ყველა მიცით. ძმები ვაჩოვსკების. მაშინ იყვნენ ძმები. ეხლა დებია. მართლა. მამაშვილი მაშინ ვაჩოვსკაიები გა. მაგაშვილი რა წინაზეც იყო. აცადე. ღერი ვარ. მიდი ხო და მოკლედ ეს ფილმი ყველა მიცით და ეხა HBO-მ დაითრია და აპირებენ სერიალის გადაღებას. ვინ იქნება თავარ როლში აზზე არა ვარ არიციან თვითონაც. ერთი ვიცი ვინც არის შემქმნელი რა. პიტერ ჯექსონი. მოგოთ იმის Lord of Rings-ის პიტერ ჯექსონი არა, სხვა პიტერა. იუ პიტერა. და მაგრად მიხარია მოკლედ ეს ამბავი და ჩავაგდე მე რომ მათქი. ხო და მე რომელი ობიექტის ჩავაგდე ეგ ჩავაგდე. კი არა ეგ. ბოლოშია შენ კაპიარი და თან სხვა ჯგუფში ჩააგდე ანუ ბუკას გავლენა ოსკარზე ხო მშობლებისათვის ჩააგდე ილიას სკოლის ჯგუფში ჩავაგდე და თან ძალიან საინტერესო ძალიან რა საინტერესო ინფო ჩააგდო ვაზელინის რა ვაზელინზე რატო არ გინდათ ლაპარაკი? ვიტყვით, მივალ. აი ვამბობთ უკვე ნახე? როგორ იყო? საქართველოში უფრო მეტი ვაზელინი იყიდება 40%-ით. 40%-ით და ვაზელინის შემოსვლა რუსეთიდან. რატო ნეტავე? თან რუსეთიდან? ხო, აბა. ბიჭო არ რუსული ვაზელინი. ხო, მართლა მაინტერესებს რატო გაიზარდა ვაზელინი? ანუ რა ხდება? ტუჩებზე ისმევენ ეხა სამწუხაროდ. ტუჩებზე მეც სამწუხაროდ მოდის ხდება რა. ანუ ორი ხაზი აქვს რა, ერთი ტრაქში რო შეუძრევენ მას და ერთი ტუჩები რო არ და ორივე ტზე იწყება. თითი. მანა ვარ კონკრეტული თითი ჭირდება. ბიოლოგიურად და ანატომიურად. როგორ? ანუს და ტუჩს აქვს ერთი კონსისტენცია. რა ჩამოწოდდება. ვინო რო იყოს? აღარ არის ბეიბისი. ვინოს არ დალევ. ბეიბისი აღარ არის. არა. შენ რო გქონდა საჭირო გავლებ უკან მომეწონა ყოჩი. აი ჩაგეთვალა რა მართლა. ისე რომ დააკვირდა, ესე რომ გააკეთო. გააკეთება. პროჭის იმიტაცია საერთოდ. ეხა ერთი კეცბაიას დაწყება. გაუკვირდა რა. გადირავი, ხაში კარტოფილს გაუყიდე, სტადიონები, შეყუჟულები ხარ ფერდის მასზე. პირველ ახსე ვიყავით მე და ის მივედით, კასტინგი იყო რა. მე იგივე ჯერ მარტო ფოტო. ამომარტხეს. ჯერ მარტო ფოტოები გადაგვიღეს და მე მეორე ეტაპზეც გადავედი. რაღაც ისევ რაღაც ვიდეო ჩაწერეო რა. და არ მახსოვს რა ვიდეო ძალიან ყლეობა. დადატრა და ვერაფერი. ვერ უმი. ეიგო, ეიგო.
ხო და მე აღარ დამირეკეს. მე კიდე ერთხელ დამირეკეს. მე მგონი პროსტო მე ხარ გავყევი. სიჩებოდნენ. მე იცი რა მაინტერესებს ნიასთან მაინტერესებს რაღაც გაგვიჩნდა. ეს არა ქვია, აი ჩუნდებოდა. აი რა უნდა ელაპარაკა. დარწმუნებული რაღაც სხვა მოლოდინი ქონდა, ხო, მოტივირებული. იცი რა მაინტერესებს? აი ყველაზე აი რაც ითამაშე ამ სერიალში ყველა სეზონში, ყველაზე რთულად სათამაშო სცენა რომელი იყო შენთვის? ძალიან საინტერესოა. აი გულწრფელად მაინტერესებს. საინტერესო კითხვა. არ ვიცი, ბევრი იყო რთული. უფრო პირველი და მეორე სეზონი მიჭირდა. პირველი სეზონი იმიტომ რომ პირველი იყო და მეორე იმიტომ რომ რაღაც ბევრი მინუსი გქონდა ბევრ ამაში რა, რაღაცებში ავწდით. ხო. სცენარშიც, გადაღებაშიც ბევრი პრობლემა იყო. ყველაზე მეტად რა გამიჭირდა. ია ფარულავასთან სცენები, სხვათა შორის, იმიტომ რომ მოვიკითხავ იას უსაყვარლესი, უბრალოდ იას ძალიან უყვარს იმპროვიზაცია და შოკის მომგვრელი იმპროვიზაცია და ვერ ავყევი და ვერ გავუძელი მის ნიჭს და განსაკუთრებით მანქანაში გვაქვს ერთი სცენა, სადაც ჩანს კადრშიც ესე ბლარში სადაც ვარ, რომ ესე ვუყურებ ჩვენ რეჟისორს, რომ ანუ იმპროვიზაცია მეც ძალიან მიყვარს, გიჟდები და ავყვევი, მაგრამ იმდენად საოცარი იმპროვიზაცია უყვარს იას და გაუგნება უყვარს თავის პარტნიორის, რომ გამიჭირდა. პარტნიორის გაუგნება. რაღაც დროს უნდა გავჩერდეთ ხოლმე. და რა ერთმანეთთან ყოველთვის რაღაცნაირად შეხმატებით. არა, ხალხს უფრო აღიზიანებს სიტყვიერ, ანუ ვერბალურად, როცა იტყვის სიტყვა სექს, მაგაზეა ჩაჭერა. არა, რასა თქვა ინდი არა. ხო, რაღაც. ან ის ფანქარი ის უნდა გქონდეს ის. სად არის შენი ფანქარი? ხო რა. ფანქარი ითლება. ხო, ამიტომ ხო, ესეც კაია რომ თქვით რა. ძალიან კარგია. და შილ მეგობრებო, შილ. ფიქრობ, რომ ეგეთი ხალხი მაინც ბევრი აღარ არის შემორჩენილი, რომ თქვი, აი ვიღაცები მანონი დეიდების უიჯდებიან. კი, მაგრამ ერთს რო აქვს 30 აკაუნტი. მე ბევრი ეჩვენება ხალხს. ეს ბევრი მანონი. ეგ არის სტრატეგია. როგორც ჩვენი TikTok-ი დაიბლოკა რა. კი ბატონო, ჩვენს ეგრეთ მე მგონია რომ საქართველოში ყველაზე მეტი საქართველოს ყავს რა. მე მგონია არა, იმათ აი, ეხლა სად იყვნენ პოლონეთი, სად იყვნენ იმერჟები? ბალდის მაგეთ რომელიღაც ქვეყანაში მოკლედ დაიჭირეს წინა თვეში 7 ტიპი. 7 ტიპი. 7 რუსი. და 50 მილიონ ეკაუნტი. 50 მილიონს და 50,000. ასაკი გიჟეა. მოიდგინე და აქ რამდენია ეგეთ შენს ხვდები ეხა იქ რო გახვი აქსისის შენობაში რუსები მუშაობენ. 15 კაცი ეყოფა რამდენი გაამრავლე? ბევრია. 100 მილიონი. 7 კაცი 50 მილიონ ეკაუნტი. გიჟე. სხვადასხვა იმებზე რა პლატფორმებზე. თქვენ გავთ ჰეითერები? კი, კაცო. ანუ ბუნკერში. კი, როგორ არა. მაგრამ არ მეორე უნდა გადაცემა TikTok-ი დაგვიბლოკეს. TikTok-ი დაგვიბლოკეს. რიპორტები დაგვიბლოკეს. ძალიან ბევრი გვაგინეს და ოღონდ გაგვიხარდა, იმიტომ რომ მივხვდით რომ გამოუჩნდა. ხო, არც ერთ ხენია საერთოდ. რეალურად ჰეითერები რეიტინგს დებენ, ხო? ჩვენ დაჟე ეგრე დავიწყეთ. პირველივე ეპიზოდში. დავიწყეთ ვეგანებით. ვეგანებზე ვიღავ, კი არ ვაგინეთ და შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია რა. ან ყველაზე სუსტი მტერი რა. ფიზიკურად სუსტები არის. მე რუსებზე რო გადავედი დავბლოკეს. ვეგანებზე ვიხოდებოდი. რუსმა ვეგანებმა დაფსეს ეგრე რა. მშვენიერ ხალხო. თორე ვეგანების საწინააღმდეგო არ რუსების საწინააღმდეგო ძალიან ბევრი მაქვს. ვეგანების არაფერი. რუსი ვეგანი. პირიქით ხორცი მე მეტი დამჭირ. ხო. ხორცი შენ მეტი. არ ჩავკანიანი მარცხენა ყურგახრდილი ვეგანები. აი მაგათან მაქვს რაღაც. პროექტი. რიად კითხვები. იდიოტებთან მაქვს საქმე მოკლედ რა ბევრი რა. ო თან იქით მხრიდან მოდის იდიოტი. მე რო ხვდები თქვენი ჰეითერი. დიდი შანსია. რო გაგვირდები, დიდი შანსია რომ გახდეთ ჩვენი ჰეითერი. აი გეგმებში რა არის შენი გეგმები? რას აკეთებ ახლა? სერიალის გადაღება დამთავრდა როგორც ვიცი ახლა, ხო, ნოემბერში. სერიალის გადაღება დამთავრდა. ამ ეტაპზე ჩემი გეგმა არის ის მხოლოდ რომ პილოტესის აბონემენტი ავიღე რომ არ გავგიჟდე. ხო. საქმე რომ გამომიჩნდეს. ხო. გეგმები ჯერ არ მაქვს, მივყვები დინებას. რავი, შევხედავ საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები. თუ არა და წასვლა მომიწევს, რაც ძალიან არ მინდა და აი ყველაზე ბოლო გეგმად მაქვს დატოვებული. ნუ ახლა რთულია. აი რა. ძალიან რთულია. რასაც ვაკეთებ? ბუნკერი ჩვენ ვაკეთებ სერიალში რომ ჩვენ უკვე მე უკვე დიდი გოგო ვარ და ეს ახლა იწყებს ძალიან ცხოვრება. ბევრი სამსახურია თან. მუშაობა. პრობლემა. ანუ შენ თუ მუშაობა ჩემ პროფესიით მინდა მე მუშაობა და ჩემ პროფესიით ძალიან მაგარი მესიჯი მომივიდა ალბათ თქვენთანაც მოვა და მინდა რომ აქვე გავაჟღერო ერთს მოუწოდო GVP მომწერა
გთხოვთ საკანალიზაციო ქსელში არ ჩაყაროთ საყოფაცხოვრებო მონარჩენები. სისტემის არასწორი მოხმარება იწვევს მილების დაზიანებას. აუ არა და ის მე არ მომსვლია. აი სადამი. მე არ მომსვლია, მეგონი კონკრეტულ პირებს მოკივით და. ჩამეგდოდა, ესე იგი არა. მადლობა რომ მითხარით, რაღაცებს ვაგროვებდი რომ ერთად ჩამეყარა და ჩუსტებს რაღაცა. მესიჯი ნახე. ბუკა რა ჩააგდე? ცალი ჩუსტი. ცალი ჩუსტი ჩააგდე? მეორე ჩუსტის ამოღება უნდა და ჩამივარდა. ხელის ჩაყოფა არ უნდა და ბუკას გამო ჩვენ მოვიდა მასიჯები. საიბეზე ხეთქავს კანალიზაცია. ხელის ჩაყოფა არ უნდა და დამესრებაო და რაღაცა ჩუსტის გავსი საკანალიზაციო პრობლემა გამოიჭიდა. საიბეზე მერიას აი მაგითო გზავნა რაღაცა მიმართე მერიას. სინოტიოში. ძალიან მაინტერესებს ის რა ხატია თუ რა არის ის რა ობიახლი არის. ავსტრალიაში დააკავეს მკითხავი დედაშვილი, რომლებიც ხალხს არწმუნებდნენ, რომ თუ სესკებს აიღებდნენ და თანხის ნაწილს მათ გადასცემდნენ, მალე გამოჩნდებოდა მილიარდელი, რომელიც დაეხმარებოდა. რომელ ქვეყანაშია? ავსტრალია. ანუ ეს სიმართალეა? კი. ესე აღნიშნავენ. ქართულს გავს ეს კითხავი. გავს იმ ხალხს გავს ცისანა. არა, ის ვენერაობოლაშვილი, იმენა მაგას გავს. და შეიძლება ეგ არის, შეიძლება. просто ავსტრალიაში. აქ ყველა ცნობდა უკვე და იქით წავიდა რა. თაღლითები რაღაცნაირად საინტერესო ხალხი არ არის. ოღონდ კარგი თაღლით, აი თანთალა თაღლითები. ის ტიპი რო იყო ეიფელის კოშკი რო 8-ჯერ გაყიდა თუ რაღაც. ხო, ეგ პირველად ესმის. კი. თავის დროზე რა. მარტი რა არა, ისე დააჯერა ტიპებს. ჯართად ყიდა რა. და იმ ერთმა რო დააჯერა ფრანგი გოგო რო ბრედ პიტი იყო და ჩაარიცხა. ეგეთ ხალხს რაღაცნაირად მაინც პატივის. და ვიღაც თაღლითი ახლა ბიჭო იცი არა. ხო განთავისუფლდა ჩვენთან დაჭერილი. კრეატივი ჭირდება, რომ იყო მაგარი აფერისტი რა. კვაჭი. საერთოდ დაჭერდება, ბოცაფში რაც მომდის სქემერების. რო ხარისხიანი. ხო და აი ხარისხიანი როჟა იყო, Tinder-ის აფერისტი. ეხლა რო განთავისუფლდა, ხო. ეგეც ხარისხიანი. ოღონდ ისეთი აფერისტები არ მიყვარს რა, ვინც მე რაღაც თავსი. პოდი. თამბერსა. არსავენ ეგეთი აფერისტები მე. კარგი, რობინ ჰუდები კი, გევასება. ძალიან. გავაიას ნეტრი. всё, ძმა, აჟურშია ყველა. ეს ეიფელი ვინც გაყიდა, მე დაურიგა გარიბა. ან ერთს ყიდდა. თვითონ იყო ღარიბი და თავის თავს ახმარდა. არ ზუსტად შეიძლება. მოდი ხა ამას მე დავირიგე. როგორც პროექტი და ვაჩუქერზე გავაკეთე. დავირიგე. ბოლო ვაჩუქერი ჩვენ ვაჩუქერთ ეგონტია რა. ტოპ 10 რაღაც აფიორები არის ეგეთი და ერთ-ერთი შედის ეგეც რა. კი ბატონო. ტოპ რა? ტოპ 10 აფიორა რა ყველა დროის. ეიფელის აფიორა შედის მაგაში. ერთ-ერთი მაქსიაში ეგ არის. გაირკვა რომ ყველაზე მეტი ეგეთი თაღლითი ბინადრობს ჩინეთში და იმდენი ფული მოაგროვეს რომ ჩინეთმა ოფიციალურად გახსნა სოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების ქარხანა მფრინავი მანქანების. ანუ ეგ დგება ეგ დროც? დადგა. არ დგება, დადგა, გახსნეს და იწყებენ მასიურად მფრინავი მანქანების ეს არის ის მფრინავი მანქანა? ეს AI-ია. თბილისის ტრანსპორტს მარტო ეს თუ უშველის ნაყოფი. არ უშველის ცირატა. წარმოიდგინე, რამდენი შეჯახება მოხდება ჰაერში. აუ თარა დებილი მძღოლები. და ხო უნდა ჩამოვარდნენ ისინი და უნდა დაეცენ ზემოდან. მოაცლიან უეჭველი კატალიზატორი. იმას კაი კატალიზატორი ექნება შეჭი. იქაც გლუში წელებს დაუყენებენ რომ ახმაურს. ეხლა გზას არა, უეჭველი. ეხლა გზას ეხლა რო გადადიხარ ეხლა ესეც უნდა ხო, შეჭი. აი ესე უნდა იგა. ანუ შეგო თავზე დაგერთა სფერული მანქანა ჩვენთან თან ჩინეთთან ხო ბრატობ ჩვენ. თავზე დამეცა გელა ბარკალაია შემოყრის ეგრევე ამ მანქანას. გელა ბარკალა, აუ ელა ბარკალა. ამ მანქანას მოყვება ნარდი. ნარდი მოყვება საბარგულშილებს ნარდი. ხება ნარდი. საბარგულშილებს ნარდი. არ მოვაშე. და ნარდი ვეთამაშე. ჩვენ ვაჩუქოთ. ბაზარია. გადავყვადი შოთ? კი უეჭველი. გელა. ბატონო გელა, ნარდის გელა, შენი ხო, გელა. და გენკა. ბიჭო ძმაკაცურად გელკა. ბატონო და ტიპი ბატონო არის გელა, ესე. გელოდებით ჩვენთან ბუნკერში. მობძანდით და ნარდი ჩვენ დაგახვედრებთ. კი. თქვენ რამე მანქანა გამოაყოლეთ? იმიტომ რომ ვიცით რომ თქვენთვის ეს არ არის პრობლემა. ხო. კი ბატონო. იდე თარო გვაჩქოს მანქანები. ეს ამოიჭრა. შენ კიდე თქვი რომ რამე ობიახლი გაქვს? კი, ბევრი ამას აღარ. HD მაიას და ნაბრად. რა? HD, ჩემს HDM, MA-ით რა? რა თქვა HDMI ისე. HDM. მე ხო ვერ ჩერდები. HD MDMA. MDMA მაგ. ხო? HD. ეს ამოიჭრა. 4K MDMA. ვა, აი. ეს დედაჩემს დაიწყო ამ გადაცემის ხურება და
გაწყვიტა ურთიერთობა. ეხა გამახსენდა. HDMI. ხო, ვინ ოქოდეს? არა მატყობა. დარწმუნებული ხარ? კი. რაღაც ისეთ საცუდო ვისახეებით მიყურებენ რომ შევდიოს. პატრონს უპეტო. შენ ახაც ეგრე გიყურებ. ყველა ეგრე გიყურებ ბუკი. მე მართლა მაინტერესებს HG-ების საათ მოხდა ამ HG-ების შეძენა. სმოგი თბილისში. სმოგი რას ნიშნავს? ნისლი. ნისლი არ არის და სმიანი ნისი რა. ხო, ტორიანი და პინურებული ჰაერი. რამდენიმე დღეა დედაქალაქში სმაგე. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება, რაც უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის გამოწვეული. აი პატარა კაბა რომელსაც მოკლედ აი ამით რო აცხადებდა ეგეთი ნიუსი. შემოიტანა ექსპოგი ნიკოლოზ? თემური. არა. არაბებმა. არაბებს ჩუსტებში ეყარათ. რო ქვიშა. გაგიტოტენიდი ტუალეტში ჩუსტებს. აი, კვანძი. ხო და შევ არაბები გახსნილია. ხსნიანად ქალაქს. ხო და ყველი თავისი სცენელა, თავისი მიკროკლიმატი ყუდრო დრო. თავისი ვაიბი მოაქვს. ვაიბი, სმოგი, რაღაც ჩუსტები. სმოგი ეს ეყრიდა. ბიჭო, ჩვენ ხო ქუდი გასაკეთებელი გვაქვს ეპიზოდისთვის. და არამე არაბული მელოდიები არაბული გქონდეს. ეხა კარგი, ყველა გადაცემაში უნდა მოუწოდო ბექა ყორშიას რომ მოვიდეს ჩვენთან. არ მოდი. და მე არაბებს რო დაგვასპონსორა. და ლამაზი უარეთ გამისტუმრო, მაგრამ კიდე ჯიუტად მოგწე დღესაც. და მეგონა, ბექა და ხუბესაც დაგახვედრე. ჯო მოდი მიას მინდა რაღაცა ვკითხო რა. მიაც აქ არის ჩვენთან. გამარჯობა. ეს შუაში ისე მარტო მიასუყურებენ. ციცაკის სპრეის ძალიან ცუდი ამბავი, კი. მოიხმარ? მოვასწარეთ, ყიდმარ, მაგაზე ხა არ დაგვაჯერებია როგორ? აკუსტიკურ იარაღი არაფერში არ მჭირდება და არ მაქვს. და CS-ი მაქვს გაზი. ელექტროშოკერი? ელექტროშოკერიც მაქვს. მე ციტაკის სპრეი შემოვიფარგლები და ძალიან ცუდი ახალი კანონი ხო. ციტაკის სპრეისა და აკუსტიკური იარაღის შესაძენად ცნობა იქნება საჭირო, ელექტროშოკის ყიდვა კი იკრძალება. ძალიან ცუდი ამბავი, იმიტომ რომ რატო ამარა ჩვენთან ხომ შვიდობა. შეგვიძლია ხა. მე ციტაკის სპრეის გარშე გარეთ ვერ გავდივარ ხამე, იმიტომ რომ ეხლა შეგიძლია თავისუფლად მე დღის თუ ვერ გავდივარ. ის ბავშვი დაიჭირეს, რა გვარი იყო? ვინ შეჭი? ქართველი შემადგენლობარი რა იყო? გიორგი. გორგაძე. კრიმინალი ქუჩები თავისუფალია. ძალიან ცუდი ამბავი, იმიტომ რომ მართლა ერთ-ერთი თავდაცვის საშუალება რაც მქონდა მე და ჩანთაში მუდმივად მიგდია ციტაკის სპრეია. დანა დაშვებულია. ხო. ოღონდ ჩვენ ბავშვობაში როგორ იყო? ახსოვს ესე რომ დაიდებდი გაშრილ დანის პირს ეს ხელზე რომ დაიდებდი, თუ არ ცდებოდა ამას რა. ეგეც ლეგენდა იყო. ხო რავი რა, მოკლედ ეგეთი ანუ შეგეძლო ტარება. თუ აი ესე იყო, ოკეი იყო, მაგრამ აი ესე უკვე სასიხო ხარ რა. ხო, ანუ ვითომ გულს გულამდე არ შეიძლება რაღაცა ეგ ბაზარში. მანქანაშიც არ შეიძლება, მანქანაშიც რო გედოს უნდა იყოს სახშიც. აბაზანაში? სახშიც დაჭრაც არ შეიძლება. აბაზანაში რო შეხვიდა? ეს თუ დაადეთ, არა. არა, გამიწვდა. თუ დაადეთ ამის ის წავიდა. დავაგრძელოთ ის იმის ხვა ის. ეს თავის ცხოვრება. ეს HDMI-ია. HDMI. შეიძლება და გასწორდება. მოკლედ არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ეგეთი ამბავი გავრცელდა. ოცნების პროპაგანდისტი ხატია სიჭინავა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ტრამპთან ერთად ცეკვავს სათაურით შეუძლებელი არაფერი. მე ვიდეო არ მინახავს, მაგრამ მგონი ნაღდია. ხო, არ ვიცი რა, რამდენად ნაღდია. თავის სახე? ჯო რაღაცნაირად არ მჯერა მართლა. მოიცა გადავამბობ. რაღაცნაირად არ მჯერა რა. ნახე როგორ არის სიჭო. ეს თუ სინამდვილეა, მე მინდა რომ გავაკეთო იმის რეზია რველაძესთან ერთად. ტანგო რო იცეკო. ვალსი. ან კარიდან კარში რო. შეუძლებელი რეზია არაფერი. რველაძესთან რატომ გინდა? კრაშავს. ამ გადაცემის კრაშავს. პირველი ეპიზოდიდან მოყოლებული გინდა ჩემი რეზია ბავშვობის რველაძე? კრაში რეზი არ ველაძე გვინდა რომ რეზი მოვიყვანოთ რომელია? ხუმრად. რეზი არის შეროგერევა და ტყუპი რო გონია. ვსე, და ტყუპი რო არ არის. მართლა დევს ხوار ხარ და რატო იქნებოდა ტყუილი, აი რა ვიცი. ამ რეზი არ ველაძე. აუ კაი ერთი კაი ობიექტი აქვს მაგაზე მინდა მორჩე თან ჯაბა გავიდა, მაგრამ ჯაბა ჩამიგდო ეგ გამოგადგება ჯაბა ხო ქვია, მაშინ რატომ მეუბნებით ჯაბა არ ქვია? სერგი ქვია, მაგრამ რა ვიცი. შენ ჯაბა ჩაწერზე ჯაბა. Stage name არის ჯაბა. Stage name არის ჯაბა. სეტზე ისე არ შედის, ჯაბას არ ეძახი. რა გააძრა? სკამზეც ჯაბა უწერია. რა გააძრა? იელის უნივერსიტეტში ჩატარებულა კვლევამ
კაპუცინ მაიმუნებზე ჩატარდა და ძალიან საინტერესო კვლევა. მოკლედ ფულის გამოყენება, თოკენები მისცეს და ასწავლეს გამოყენება რა. რა შეუძლიათ გამოიყენო და საინტერესო არის ის, რომ ერთმა მაიმუნმა ტოკენი გაუცვალა მეორეს სექსუალური მომსახურებით. მართლა ეგრევე ადამიანი გახდა. ეგრევე ჯილიგინა. აბრაგუნებინებინა. აუ გამაგარი. ჩემ კი რატო გამოიშვირე ხელი რო კი. გიყო გიამბო. არა ეს ჩაკტო. ნახავ რო გაილახები ახლა. ესე გააკეთე. გაილახები. მოდი თუ გინდა ახლიდან წაიკითხე და ჩემზე გამოიშვირე. აი ჩემზე. ბავშვ თავი დაანებე. ყოფილა ეგ ჩადაფიქრა. ოკეი. მე აქ მაიმუნებს გავართ. ნიკოლოს ჯაბამ რანიუსი ჩააგდო, აბა წაგვიკითხე. ჯაბამ ჩააგდო ძალიან საინტერესო ნიუსი. ჯაბას ალბათ ჩემს იზღდები, იმიტომ რომ ყველა ჯაბას. იცი კი გააკეთე. მოკლედ, კაი და გავაკეთე. ჯაბამ ძალიან საინტერესო ობიახლი გამოგვიგზავნა და ამით მინდა რომ ობიახლებით გამოდელებზეც დავასრულოთ რა. ხამა ხადავაში რომ დაქცია, რა ანებეთ, რა გონია? გონია რომ იმიტომ გითხარი რომ მეორედ გეთქვა? მოდი ესეც დავტოვოთ რა, ინტრიგა. კომპლექსებული გონიო. მოკლედ ჯაბამ სხვადასხვა მე გავიფიქრე ნეტა ეს ბავშვი რა ბრძოლებშია ეს. შეიძლება ბავშვს ნუ ეძახით. რა ბაზი მორიზონო. მე ბავშვს იმიტომ ეძახი რომ რო გაჩნდა ისიდან მახსოვს ეს მოციწყვი. 40 გადაშორებულებია. რამდენი წლის ახარ მორ და გამიწყდა. ხოდა მე დიდი ვარ, მაგრამ არ ნიშნავს. Legal age. ბოლოს და ბოლოს. Legal age-ი ამერიკული სტანდარტებია. მე ძალიან მეზიზღებოდა ბავშვობაში ბავშვოთი რომ მომმართნენ და ბავშვობაში კი რამ ხელაც არ ვიყავ. პრობლემა გვაქვს აქ. კი, ძალიან სერიოზული პრობლემა და მე დავარღვევ მაგ მეც მოგეხმარები რა. დავარღვევ მე მაგ იმას რა ქვია. მაგ სტერეოტიპს. ნერვები არ დამაგლიჯო მართლა ეს ვინ არის რა. თავარი მიზანი ჰოლივუდია. ყველაფერს. ძალიან ბუნებრივად გამოდის თამაში. ბოდიში, ის ფოტო რო გვაქვს ბავშვობაში. ეგ გამოვანათო. მეც არ მიპასუხა ესეც მაგამიტარ. ბარაკოდი ეგ ამონაცხადი. ხო და კიდე გვაქვს აი მართ მოციცხრული კალთაში მიზის თუ სადღაც ეგეც უნდა ამოვანათოთ ეგ ნათლია ხო არა? ნათლი არ ვარ, მაგრამ დედამისთან მეგობრობ წლებია და ნუ ეს მართლა მოციცხრული მახსოვს. ნახავთ ფოტოს. თეატრალში რა ბარებდა ეგეც მახსოვს, იმიტომ რომ ბაკურიანში ვისვენებდით და მოკლედ ხალი მე იჩითება უცებ აი სუპერსტარი რა და ეხა ზის და ღელავს რაღაცეებს და ნუ ღელავთ, კაროში დაიკიდე. ნია, შენი მთავარი მიზანი ჰოლივუდია? არა. ბოლივუდი. ჩემი მიზანი კი იქნებოდა ეგ მინდოდა რომ მომხდარიყო. ეგ იყო არა, ის ჰოლივუდს რატო არ უმიზნებ? ინგლისური იცი კარგად? კი. მერე? არა. ირაკლის ექნება კანალი. შემომთავაზონ. იქ ლამაზი ირაკლი რო ყავთ, მაგას ხო ექნება კანალი ჰოლივუდში. კონკრეტული მიზანი სახელით ოსკარია თუ კანია თუ ის არ მაქვს, უბრალოდ მინდა რომ კაფეფილი ვიყო შენი პერფორმანსით, ცხოვრებით და პროფესიით, ხო. ეგ გვინდა ჩვენ ყველას. ნია ძალიან გაასწორა შენმა სტუმრობამ. დავიმშვიდობ, მოიცა ჯერ კიდე. იმედია შენს გაგისწორდა. ჩვენ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კავეაზე გადის ყოველხუთშაბათს ცვალებადი ნიშნები. 4-ეულის ბოლო თავგადასავალია, სადაც ჩემი ნია წინავს, კი მთავარი პერსონაჟია. სულ მთავარი პერსონაჟია. და ის ამონით უყურეთ და მე კარგი რაღაცები დაწერეთ რა. ერთს დავასპოილერებ. დავასპოილერე. მიდი ექსკლუზივი. არის ჩემი უფროსი სამსახურში. მე ვთამაშობ ბრაზიანი ხარ. მარკეტინგის Meryl Streep-ს. Meryl Streep-ი ვარ. ისა ხარ. ეხა მაგის მეორე რო გამოდის იცი? კი, ვიცი. დევილი და ძალიან მეშინია რომ კარგი არის. ხო, მეც მეშინია. ხო, მოკლედ დავასრულოთ რომ თქვენ მადლობა ნია გუგავას რომ ჩვენი სტუმარი იყო. მადლობა ნია. და თქვენც მადლობა რომ არ გვიყურეთ. მოკლედ. გავიდეთ ბოლოსკენ, მართლა ძალიან გასწორა შენ უსტუმრობამ. კი, ჩვენ მიგობია. იმედია რამე არ გაწყენინეთ, რამეზე არ გაგაბრაზეთ. თუ კიდე გაგისწორდება, მოდი. ისე ჭირდებათ ხო? დაჭიროებით არ ამგონია, მაგრამ რაღაც დავახერხებთ. დაჭიროებით არა, მაგრამ პროსტო თუ გაგისწორდება. მაგრამ ისე თუ გაგისწორდება, ჩვენ მეგობრობთ, ჩვენ ყველა სტუმართან მე მგონი. ხო, ფოტოს გადაღებაც არ დაგვაუწყდეს ტრადიციული ფოტოს გადაღება და ჩვენ დავალებთ. საჭაშნიკესთან მივიდეთ ისე. არა. აი, კარგი თქვია. ჩვენ ვიმყოფებით კრეატიულ სააგენტო Lost and Found-ში და დღეიდან ბუნკერში საინტერესო განახლებები იწყება და არხი უეჭველი გამოიწერეთ რა. ეპიზოდში ერთხელ თქვათ რა. არ გვითხოვთ. არა. არხი გამოიწერეთ მეგობრებო, ნიას მიბაძეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა Lost and Found-ის არაჩვეულებრივ გუნდს. მადლობა მეგობრებო, ჯაბა, ლაშა, ნიკა, თათია. სოსო ჩამოვიდა პავლიაში გარემოს შექმნისთვის, რომელიც მართლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმაზე გადაიწყო. ეგაა რა. აუ
რა გადავყავ. მადლობა ნია. ძალიან გაასწორე. მადლობა. მაშინ შენ მოიფიქრე მე სულ ერთი ერთად. ჩვენ მეგობრებთ ჩვენ ყველა ბუნკერის სტუმართან და Lost and Found. მე კარპარატივზეც დაგიძახეთ. აპრილში. გავაკეთე. უეჭველი. თქვენ ხო დალევას რო დავიწყეთ მე. თქვენ არ ხართ რა. მე რა ვიცი დალევა დავიწყე. აი გამოვიდა.